კომუნიკაციების კომისიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი დაიწყო. კანონის შესაბამისად არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა და კომისიის 5-ვე წევრმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო კომისიამ კი ხმები დათვალა. შედეგებიც უკვე ცნობილია. კომისიის სრულმა შემადგენლობამ ერთხმად გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ერთხმად კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით არჩეულია ბატონი გოგა გულორდავა. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისია სწორედ გოგა გულორდავა უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე დღეს გამართულ სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა. სხდომის ფარგლებში კი ახალმა თავმჯდომარემ თანამშრომლებს და საზოგადოებას მიმართა და კომისიის ძირითად პრიორიტეტებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. Თითოეულ ეპოქაში, როცა ეს ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რა თქმა უნდა, კომისიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მიზანი ჩვენი არის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოთ ბაზრის გახსნას, კონკურენციის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. შეგახსენებთ, რომ მანამდე კომუნიკაციების კომისიას კახა ბექაური ხელმძღვანელობდა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა პარლამენტმა კომისიის წევრად ერთხმად დაამტკიცა.